მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო, თქვენ მოგეხსენებათ, რომ დეკემბრის თვე ძალიან გვანებირებს გამორჩეული და დიდი წმინდანების ხსენებით. წმინდანი ყველა გამორჩეულია და ყველა დიდია, მაგრამ მათ შორის არის იერარქია. თქვენ იცით, რომ რამოდენიმე დღის წინ ჩვენ ვიზეიმეთ დიდმოწამე ქალწულის ბარბარეს ხსენება, შემდგომ ვიზეიმეთ საბა განწმენდილის ხსენება, დიდი ღირსი მამის და დღეს არის იმ ადამიანის ხსენება, ვინც სიმდაბლით სიმაღლე მოიღო, სიგლახაკით სიმდიდრე, ვისაც ეკლესიამ უწოდა კანონი სარწმუნოებისა. ეს ტროპარი არ არის წმინდა ნიკოლოზის, ეს ტროპარი არის მღვდელმთავრების, მაგრამ იმდენად ზუსტად ასახავს ამ მართლაც და დიდი და გამორჩეული წმინდანის მოღვაწეობას, რომ ყველას დღემდე გონია, რომ ეს ტროპარი არის მხოლოდ წმინდა ნიკოლოზის. მართლაც ძალიან დიდი, ბუმბერაზი, გამორჩეული წმინდანი გახლავთ, მეოთხე საუკუნეში მოღვაწე და ყველა განსაკუთრებულ პატივს მივაგებთ მას. ჩვენ მას სასწაულ მომქმედს უწოდებთ და მართლაც ასეა. მე დღეს არ შეუდგები მისი სასწაულების ჩამონათვალის მოთხრობას, იმიტომ რომ თქვენ ეს ძალიან კარგად მოგეხსენებათ, მაგრამ მე თქვენ პირობას გაძლევთ, რომ დადგება დრო, მე როგორც თანამედროვე სასულიერო პირი მოგიყვებით მის ცოცხალ სასწაულებს, რომელიც მან პირადად ჩემ ცხოვრებაში აღასრულა. უბრალოდ დღეს ამ ყველაფრის თქმა და მოთხრობა ცოტა დაბნეულობას გამოიწვევს და შეიძლება ხიფში ყოფობაც მომაწეროს გარკვეულმა ადამიანებმა და ეს ასეც იქნება, იმიტომ რომ ყველა ჩვენთაგანი დაზიანებული ბუნებით ვარსებობთ და ჩვენი ბუნება მიდრეკილია ცოდვებისკენ და ზუსტად წმინდა ბარბარეს, წმინდა საბას, წმინდა ნიკოლოზის, წმინდა გიორგის, წმინდა ნინოს და სხვა წმინდანების ხსენება ჩვენ გვაძლევს მაგალითს და ჩვენ უნდა მათგან ვისწავლოთ, როგორ შეიძლება დავამარცხოთ ცოდვა ჩვენში, როგორ შეიძლება ადამიანმა აკეთოს სიკეთე, როგორ აღასრულოს ცხოვრების წესიდან სახარება და როგორ მიაღწიოს ადამიანმა განხთობას. რამე თუ ჩვენ ველოდებით ღმერთის განკაცებას, მაცხოვრიშობას, ღმერთი კაცი ქნა, რათა კაცი განიხთოს, როგორც ათანასე დიდი ბრძანობს. და წმინდანების ხსენება სხვა არაფერია, თუ არა ის, რომ ჩვენ ამ დღეებში მაინც შევძლოთ საკუთარ თავზე მაღლა დგომა, საკუთარ დაცემულ ბუნებაზე ამაღლება და ქრისტეს მცნებების განხორციელება ცხოვრების წესით. გიყვარდეს ჩვენ, გვიყვარს ხშირი მილოცვა, გიფების, ბრწყვილა გიფების გაგზავნა, მაღალფარდოვანი სიტყვებით, ერთმანეთის მოკითხვა, კარგი სულიერი პოსტების დაწერა, მაგრამ ცოტა არ იყოს ეს შეიძლება ფარისეულურად მოგეჩვენოს. მე მაგალითად ასე მგონია, იმიტომ რომ ჩვენს მიერ ნადიდები წმინდანების ცხოვრება და ჩვენი ცხოვრება ძალიან შორს არის ერთმანეთისგან. აი დღევანდელი პატარა მინდა რომ პატარა რჩევა მოგცეთ, აიღეთ წმინდა ნიკოლოზის ნებისმიერი ხატი და აიღეთ სანტა კლაუსის გამოსახულება და შეხედეთ ორივეს. ხატზე არის გამოსახული წმინდანი, ვინც თავისი ცხოვრებით დაამარცხა ცოდვა და დღემდე 17 საუკუნეა ეკლესია მას ადიდებს და აქებს და აი ბოლო წლებია ევროპაში და არა მარტო ევროპაში გამოჩნდა კარიკატურა წითელი ჩაჩით და წითელი შესამოსლით პიროვნების, რომელსაც უწოდებენ სანტა კლაუს. დღემდე ბევრმა არ იცის, რომ სანტა კლაუსი არის კარიკატურა წმინდა ნიკოლოზის და აი ამ კაცუნამ არაბუნებრივმა და ბუნდოვანი წარმომავლობის ვიღაც ლაპლანდიელმა არსებამ უკვე თითქმის მთელ მსოფლიოში, კერძოდ ევროპაში ჩაანაცვლა უკვე წმინდა ნიკოლოზი. ეხლა ვინმე არა თქვას, რომ თოვლის პაპა არის ჩვენი ეროვნული და ასე შემდეგ. თოვლის პაპაც სხვა არავინ არ არის, თუ არა გადმომღერებული სანტა კლაუსი, უბრალოდ კომუნისტები
კომუნისტები უნებრივია არ გადმოიტანდნენ კალკირებულად წმინდა ნიკოლოზ და სანტა კლაუს და თოვლის პაპა ეს არის სანტა კლაუსის ქართული ვარიანტი. თუ ჩვენ გვინდა რომ ჩვენ შობა და საერო დღესასწაული ახალი წელი ვიზეიმოთ ისე როგორც უნდა იზეიმოს თანამედროვე ქრისტიანმა ძალიან შორს უნდა ვიყოთ არარსებული კარიკატურებისგან მოგეხსენებათ რომ ეშმაკი არის ღვთის მაიმუნი როგორც ბასტილი დიდი ბრძანებს და ოღონდ კი ქრისტეს შობა დაგვავიწყოს ოღონდ კი ნამდვილად წმინდა ნიკოლოზის რეალური სახე დაგვავიწყოს და ქმნის ის რაღაც გამოგონილ მითოსურ არსებებს და დღემდე სამწუხაროდ კარგად მოიხედე ჩვენს ოჯახებშიც და ჩვენს საზოგადოებაში რომ შედიხართ უკვე ყველა წითელი ჩაჩებით დადის და ყველას პირზე სანტა კლაუსი აწერია და აი ამ სანტა კლაუსმა ადამიანებს ქრისტეს შობა დაავიწყდა და წმინდა ნიკოლოზი დაავიწყდა. აი ამიტომ დღევანდელი ქადაგება ზუსტად მაგიტომ გადავწყვიტე რომ ჩავწერო რომ ჩვენ თანამედროვე ქართველი მართლმადიდებლები მივემსგავსებით იმ დაბნეულებაში მყოფ ადამიანებს და ჩვენი ცხოვრების წესით, წირვა-ლოცვით და მიბაძვით ჩვენ ცხოვრებაში მოვიქცეთ ისე, როგორც წმინდანის ცხოვრებაში წერია. ჩვენი შვილები, ზოგი ბარბარეა, ზოგი ნიკოლოზია, ზოგი გიორგია, ზოგი ნოეა, ზოგი ევა და ჩვენ შვილებს უნდა მოუყვეთ ვინ იყო წმინდა ნიკოლოზი და სახელი ნიკოლოზი საიდან მოდის? ნიკე, რაც ნიშნავს გამარჯვებულს. წმინდა ნიკოლოზი გამარჯვებულია დაცემულ ბუნებაზე. წმინდა ნიკოლოზი გამარჯვებულია ცოდვაზე, სიზარმაცეზე, შურზე, ბოღმაზე და ყოველივე იმაზე, რაც ჩვენ ძალიან გვაწუხებს. ან უფრო სწორედ უნდა გვაწუხებდეთ და ზუსტად დღევანდელ დღეს ძალიან გთხოვთ რომ გააკეთოთ სიკეთე. წაიკითხოთ ლოცვები, მიდით ეკლესიაში, თუ ვერ მიდიხართ, აუცილებლად წაიკითხეთ წმინდა ნიკოლოზის დაუჯდომელი ან პარაკლისი. აუცილებლად გატეხეთ პური შუაზე და ნახევარი გაუყავით სხვას. აუცილებლად მოიკითხეთ გაჭირვებულები. აუცილებლად შეახსენეთ ადამიანს, რომ თქვენ ის გიყვართ და კარგად დაფიქრდით, რამდენად გიყვართ უფალი და რამდენად გიყვართ მოყვასე. რამდენად ინახავთ მარხვას და რამდენად გჯერათ, რომ შეიძლება მწვანე დრაკონმა თქვენ რამე მოგიტანოთ ახალ წელს და რამე შეცვალოს რომელიმე ცხოველის გამოსახულებამ ან ზოდიაქოს ნიშანმა. მე მგონი უნდა დავასრულოთ ასეთი ცრუსარწმუნოება, მე მგონი ძალიან შორს უნდა ვიყოთ ჩვენ ასტროლოგიისგან, ცრუ მოძღვრებებისგან, ცრუ სწავლებებისგან, იმიტომ რომ ჩვენ წმინდა ნიკოლოზის, ასე თქვათ, ცხოვრებით უნდა ცხოვრობდეთ. იცით რომ კათალიკოს პატრიარქის რჩევით და კათალიკოს პატრიარქის სწავლებით და თხოვნით ჩვენი ეკლესიის მფარველად იწოდება წმინდა ნიკოლოზი და ამიტომაც ჩვენ დგავართ ტკიცედ და შეურყევლად, უფრო სწორედ უნდა ვიდგეთ და ძალიან გთხოვთ რომ ეს ტროპარი, რომელთაც ჩვენ წმინდა ნიკოლოზის ცხოვრებას განვადიდებთ, ისწავლეთ ზეპირად და როდესაც განსაცდელში ჩავარდებით, როდესაც დაგავიწყდებათ რომ ქრისტიანები ხართ და რაღაცის შეგეშინდებათ და რაღაცაზე დაბრკოლდებით, აუცილებლად თქვით რომ კანონად სარწმუნოებისა და ხატად სიმშვიდისა, ყო შენ ქრისტე მან სამწყსოისა, შენისათვის ჭეშმარიტებით და მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე, სიგლახაკითა სიმდიდრე წმინდაო მღვდელმთავარო ნიკოლოზ ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებათ სულთა ჩვენთათვის. ის აუცილებლად დაგეხმარებათ. ის აუცილებლად შეაწუხებს უფალს და თქვენ ძალიან მალე იგრძნობთ მის დახმარებას. მე გეუბნებით, მე ჩემ თავზე მაქვს გამოცდილი, უბრალოდ დღეს არ მინდა რომ ვინმეს მოხიბლულ მდგომარეობაში ვეგონო, მაგრამ დადგება დრო, რომ მე გამოვცემ წმინდა ნიკოლოზის სასწაულებს და არა ჩემს ცხოვრებაში მარტო, არამედ იმ ადამიანების ცხოვრებაში, ვინც მოვიდნენ ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის ტაძარში, შემწეობას თხოვეს მას და მან არა 1, 2, 3 დღის, არამედ რამოდენიმე წამში, რამოდენიმე წუთში გამოიჩინა მოწყალება და დაგვეხმარა. ის ყოველთვის დაგვეხმარება, თუ ჩვენ გვექნება ჭეშმარიტი ამხსარებლობა, თუ ჩვენ
მწვანე დრაკონების იმედზე და წითელცაჩიანი სანტა-კლაუსის იმედით არ ვიქნებით და ჩვენში იქნება ცხოველი სარწმუნოება. მრავალ ნიკოლოზობას დაესწარით, ვინც არ მარხულობთ, დაიწყეთ მარხვა და გაეშურეთ ტაძრებისკენ და განსაკუთრებულად შეავედრეთ საქართველო და ჩვენი ცხოვრება ამ დიდებულ მღვდელმთავარს, ჩვენთან არის ღმერთი.